მაკა. გვაქვს ფული. გადავიხდით დღეს. ნანას პარკეთის ფული მედო. ვაკო, გამარჯობა, სალომე ვარ. ვაკო, ცნობილი რეჟისორი რო არის, ალექს არაბული. ეგ ხო სულ ევროპაში იღებს ფილმებს და ეხლა გააწყდა რომ საქართველოში გადაიღოს პირველად და შენ მოიწონე როლზე. შუშულა? გიორგის ახლოსაც არ გაიგა. გიორგის თავი დაანებე და იფუსაც დაემშვიდო. ხო, დილიდან უნდა მივიდა იქ. შენ რატო ოდექ ეს ადრე ცუდად ხო არ ხო? რა ვიცი, ამ ძინები ამ მთელი ღამე გამისკდა თავი. აუ, წამალი დალია რა, არ დაგავიწყდეს. რა წამალი მიშველის მაკა გუშინ ისე ვინერვიული. თავარი ახლა ვიწყებ მუშაობას, ავიღებ ხელფას და დაუბრუნებთ ყველაფერს რა. ვერ გავიგე, მაინც რა არის ეს შოურუმი. რა ვერ გაიგე. არის დიდი სივრცე, რომელიც დაყოფილია ნაწილებად. მაგალითად სამზარეულო, მისაღები, საძინებელი, სადაც განთავსებულია ავეჯი. მერე მოდის კლიენტი და რომელიც მოეწონება, იმას ყიდულობს. კაი ბატონო. და შენ რა უნდა გააკეთო? მე უნდა ვიყო კონსულტანტი. დათოს ეს მოდეს ახლა ეგ. რა უქნა დედა? არაფერი, კაც გეუბნები რამდენს. ყველა საქმე შრომა დასაფასებელია. ვინ დაიყოს? ჩემი გოგოები იქნებიან. კაი, ჩაის დავადგავ მე. მადი, აბა როგორ ხარ? როგორ? ხონერვი ვარ. აუ, კი, თელეგრამი არ მეწინა და დიდით ადრეავდი. დილახიდობის გოგო, დილახიდობის, როგორ ხარ? რა ვიცი, შენ როგორ ხარ? გილოცავთ ახალ სახლს. აი, მადლობა. ჩაიზარებ თუ ყავას? არა, არც ერთი არ მივაწყე. არც მე. კეთი გიხოცები, შენ წამომყევი მე. დე შენმა რაღაცა რეცეპტი ჩამაწერინა, ვერაფერი კიდე ძინავს. ხო, არ გაუღუძია ჯერ, არ დადეგები აქ და. მიდი აბა თანჩენე. ეს შარვალი და რამე ზედა. არა, შარვალი არა. რატო? მაკა ჯინსებით არ უნდა იყო. მაშინ ეს ძამასია, მაგრამ გრძელია მაკა. აი რა სერჩი ნუ გრძელია დამინჯერე, არ გინდა ეს. შენ მგონი სულ გადაეჭვიან მოკლე კაპებს, ხო? უფ, დათოს არ უყვარს, ხო იცი და ამიტომ არც მაქვს. რა ქენით არჩიეთ? აუ რა, თუმცა ჯინსის შარვლები და გრძელი კაბები არაო. ხო, ნუ პირველი დღეა და შთაბეჭდილება უნდა მოახდინო. მაშინ მითხარით რა ჩავიცვა. იცი რა, ის ლისიკოს ჩამოტანილი კაბა რო ჩაიცვა. მე არ მინახავს ეგ. ეს, აუ ძალიან ლამაზია, მაგრამ მოკლეა. კაი რა მოკლეა, ძალიან გიხდება და ლამაზია. არა, ამას სხვა დროს. მაჩვენე. რა კაი გემონება ქონია ლიზიკოს, ნახე. რატო არ იცმევდი მაკა? ეს? ხო, იგიც კარგია. რა კაი, მოდი ახლა შენ მაკიაჟი გაიკეთე, ეს წაისვი გამომართვა. პომადა გააქვს? მგონი უნდა მქონდეს. კაი, მე მოგცემ ჩემს ეს. ლამაზია.
ზავი რამდენიმე დღეა. და ამ დროში მოახერხა ეს ყველაფერი და გიორგი როდის განახა? არა, მანამდეც ყოფილა ამას. დაახლოებით 1 თვის წინ ესე. უფრო დიდი ხნით. სავარაუდოდ მაშინ მოახერხა გიორგის ნახვა. რასადებია? კიდევ რა იცი? კიდე ის რომ ის შეპესეც გიორგი მაგის თხოვნით გახსნა. ამას ფული უნდა ჩაარეცხეთო. სულთან გარშემო მოდარა. გიორგის ახლა მან თუნდა ფულის გადაღმა. ამუკაკ მარტო არ არის. მეც ვინმესთან ერთად დააჭამოსული? როგორ ჩანს ეს ტიპი ასრულებს ამის მოვალეობებს აკრა. მოვიცეთ. ოშოთ. არა. ჯერ არ გინდა რაფერი. გიორგი ჯერაც არ იცის ჩვენ რა უთვალთვალებთ. იმუშ. დებილი არა თვითონაც მიხდება. ერე ნახოთ რა იქ. არ დაიჯერებთ ისეთი რაღაც უნდა გითხრათ. ვიცი, მამობა ჩავარდა. ხო, ეგ უნდა თქვა. გავიგეთ. გაგიჟებული ვარ, ისინი თავხედია ჩვეულებრივ. ეთქემა შეხვედრამ როგორ ჩაიარა. შეხვედრა როგორ ჩაივლიდა? ვერ მოვითმინე რო არ მივსულიყავი. დაიწყო ის ზღაპრების მოყოლა როგორც იცის. რა ორისთვის ჩამოვედი? რაღაცა თუდად ვარო, რაღაც ბოლო დღეები მაქვსო და ჩემი შვილის ნახვა მინდოდაო და აი რა ამჯერა რა არაფერი მაგისი რა. აი ჯერ მოვიდა კიდე ვერ გავარკვიე, შეიძლება ვაფშე რაღაც ჭირდეს მაგრამ. ანუ გითხრა ცეროზი მაქვს. ხო, ესე მითხრა. ერთი ოპერაცია უკვე გავიკეთე, ახლა მეორე ოპერაცია მჭირდება. უზნა ფული ხოლმე ხსენებია. ფული მეუხსენე. მეთქი გიორგის თავი დაანებე და ფულსაც ვერ მიიღებ მეთქი. რა გიპასუხა? ფული ოპერაციისთვის მჭირდებაო. თურქეთში მიდივარ, ღვიძლი უნდა გადავინერგო. გიორგის სესხად ვართმევ ამ ფულს. გადავამოწმე. და როდის მივდივარო არ ვთქვა? ხო, მივდივარ. ფულს აიღებს და წავა. კარგი რა ესეც. სად მინდის და როდის? გავარკვე ყოველთვის. სინდისო იყო ყოველთვის რა. ეხლა უნდა რომ გიორგიც გააგიშოს. გიორგის უნდა დაველაპარაკოთ. არა მგონი აზრი გქონდეს. რატო? აბა ქარს გავატანოთ ამდენი ფული და კიდე კაცმა არ იცის რეებს უყურებ. სადაც ამხელა რაღაცას აკეთებს ჩვენ ზრუქს უკან. არა მგონია შენი ნათქვამი დაიჯეროს. რას ქვია არა მგონია დაიჯეროს? დამიჯერე. ეხლა გიორგისთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. მოდი ისევ ჯობია ფული მივცეთ და წავიდეს. შენ თუ არ გინდა მე დაველაპარაკე. სულთან მომისმინე. გიორგი ეხლა განერვიულებულია. არ მოგვისმენს და უარეს ვიზამთ. არ ვიცი რა. ერთი ვიცი რომ ვიღაცა უნდა დაელაპარაკოს და შენ თუ არ გინდა მე დაველაპარაკები რა ამას. აზრი არ აქვს რა. როცა საქმეზე ვაძლევთ რჩევას, მაშინაც ბრაზდებოდა. არ მომისმენს. კარგი, გასაგებია. მე დაველაპარაკე. წავალ და ოფისში დავადგები გიორგის. როგორც გინდა, მე მithქვამს. ახლა გააცილე. გამარჯობათ, მე ბატონ მიშასთან ვარ. იმზადებით. შეხვედრაზე ვარ დაბარებული. მე შედაელოდეთ. მალე მოვთ ვეცეთ. არ ვიცი. უკაცრავ და თქვენ დიდი ხანია აქ მუშაობთ?
კი. მაინც როგორ სამუშაო რთულია? არა. ხო მიშა. აქ ვარ. გელოდებიან. მე რა ვიცი რა ქვია. მაკამ ქვია. მაკამ ქვიაო. გელოდება საწავა. თან კარგი მიხულები რა. მალე მოვა. გამარჯობა გოგონი. გამარჯობა. თქვენთან მე შევიძინე სავარძელი. ნამდვილად სწორი არჩევანი გაგიკეთებიათ. აი მე მაგას ვერ ვიტყოდი. გოგონა თქვენს უბრალოდ მინდა საუბარი. ჯერ არა. მალე მოვა. ნამდვილად არ ვიცი. იცით რას გეტყვით? ერთი კვირის წინ ვიყიდე სავარძელი და უკვე დაიშალა. ვაიმე ძალიან მწუხვარ. გესმის? ამას შეხედე რა. ქალბატონო, მესმის, მაგრამ მე ვერ დაგეხმარებით. რას ქვია ვერ დაგვეხმარებთ? აბა ამ ხელა ფულაში გადავიხადეთ. მე ვერ დაგეხმარებით. თქვენ მენეჯერის ნომერი მომიცით. ის რა არის ნომრის მიცემის უფლება არ გვაქვს და თუ გნებავთ დაელოდეთ. დაველოდოთ? ქალბატონო, მე ვერაფერში ვერ დაგეხმარებით. ამას არ შეგარჩენთ. არ შეგარჩენთ ამას. მე არ ვიყო თუ შეგარჩინოთ რა. თოჯინაა შეუძლებელი. ნახვამდის. ხშირად ხდება ესა? ხანდახან. აი დაგირე კავშირო. გამარჯობა. გამარჯობა. მაგა ხო? დიახ. სასიამოვნოა. ერთი 10 წუთის Skype კონფერენცია მოხუცებ მოვიცლი და ხო? კარგით. ნუ ყავა გაუკეთე რა. რა გინდა რუსტან? უნდა ვილაპარაკოთ გიორგი. ეზე. იცი შენ რაზეც. შენ რა გონი ხარ ამის დამიმალავ და მე ვერ გავიგე? რუსტან რა გინდა გამოგებული რა? დაამტყო ხა თავს ნოიდებილებ რა. რატო არაფერი მითხარი მამუკაზე? შენ საიდან იცი? რა მნიშვნელობა აქვს საიდან იცი? მithotolebdit ხო? აბა რა გიგონე ხა მამუკას ჩამოსვლა ესე ჩაივიდე და ჩამოვიდო და ესე მშვიდე და წავიდო და ვითომ არაფერი ხო? აი რა გეგონა მითხარი. გამაგებინეთ ერთმანს და მეორემას რა. რატომ მithotoleb საერთოდ? აი თურმე რატო გაინტერესებდა ამ ბოლო დროს მამა შენზე ყველაფერი და რატო მისვავდი ამდენ კითხვებს? აბა შენ და რამაზას კითხოთ საკუთარ მამასთან მექნება თუ არა ურთიერთობა? მე გიორგი არ იცი შენ ვისთან გაქვს საქმე? ვისთან მაქვს საქმე? ვისთან და თაღლითთან და უნამუსო ადამიანთან. რა გითხრა მითხარი, რა მოგიყვა? ისე მამა ჩემია თაღლითი და უნამუსო? კი, მამა შენია. რა გითხრა მითხარი? ყველაფერი რუსიდან. ეს საერთოდ ყველაფერი, რასაც მატყუებდით ამდენი ხნის განმავლობაში. გაგიშდი შენ მე გატყუებდი? ჩემი არ გჯერა და იმისი გჯერა? ხო, მჯერა რუსუდან. რამაზამ სასიკვდილოდ გაწირა თავის საქმის გულისთვის და კიდე მამა ჩემია თაღლითი, არა? აი მე გიორგი ტყუილია ეგ რამაზი რო არ ყოფილიყო დღეს ჩვენ ცოცხლები არ ვიქნებოდით. ახლაც მატყუებ რუსუდან. მე გატყუებ? დაგავიწყა ბორჯომში რო ვიმალებოდით? დაგავიწყა მითხარი. ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ხო და მაინც გჯერა მამუკაცი? ფული აიღო და წავიდო, მიგვატოვა გიორგი. იცოდა რომ თელ პასუხის ჩვენ მოგთხოვდნენ და მაინც წავიდა. გესმის შენ? რუსუდან დიდი ხანია აი ამ ზღაპრებს მიყვები რა და გეხოცები აღარ მინდა ამის მოსმენა რა. გაგიშდი გიორგი, ვისი გჯერა გამაგებინე. აღარ მაინტერესებს. და საერთოდ პატარა აღარ ვარო კუჩში დამძევთ ერთიც და მეორეც. გასაგებია? ო გიორგი, მაგრაც თები იცოდე. არ მაინტერესებს. გიორგი ინანებ. აი ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია რას ვინანებ და რას არა. და შენ კითხო, დარც რამაზას. დიახ, ბატონო გიორგი. ნუნა ოფისში ხარ? არა, სამწუხაროდ გასული ვარ. ნუნა ამასონი რა ხდება ფულზე რა? ფულზე?
ხო, მითხარი, შემიძლია თუ არა, მივიდე ხოლმე და გამოვიტანო. ბატონო გიორგი, ტრანსფერი შეჩერებულია. მოიცადე რა სფერი შეჩერებული. ბატონმა რამაზმა შეწყვიტა დღეს. რა შუაშია რამაზი, ნონა, რატო არ აკეთებ იმას, რაც მე გთხოვე? არ მაქვს უფლება უფროსის თანხმობის გარეშე გადავრიცხო ამ ხელათაღა. ესე იგი რამაზმა შეაჩერა ტრანსფერი, ანა? დიახ. დღეს 1 საათი დააგვიანა პროდუქტმა. მანქანა გავაკეთეთ და. არა, მე კი მოვასწრებ, მაგრამ ხო იცი, სიჩქარეში გაკეთებული, მაინც ისეთი კარგი ვერ გამოდის. გამარჯობა. კაია რო არ დააგვიანე. სად მიდიხარ? ეხლა ვიმოვა. აი. რაღაცები შევცვალეთ, დარბაზში ხარ შესულხარ. არა, პირდაპირ აქ შემოვედი. ხო, ინტერიერი შევცვალეთ და ერთი მაგიდა დავამატე. ძალიან კარგი, სულ ვიღაცები რჩებოდა ისე ხო? ხო, ორის დამატება გვინდოდა, მაგრამ ადგილი არ გვეყოდა. და შენ როგორ გირჩევნია, რომ მომაგიდებს მომსახურები? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო ისი? ან რატო გეკითხები, იცი, მარიამს უნდა რომ ორ კაცი არ მაგიდებს მომსახუროს და შენ თუ არანაირი პრობლემა არ გექნება, მაშინ მომსახურე მესამეს, მეოთხეს და მეშვიდეს, კაი? არანაირი პრობლემა არ არის. კარგი, მაშინ გავაფრთხილებ მარიამს და დღეიდან ამ სისტემით დაიწყეთ მუშაობა. კარგი. რაო მანჩომ, გელაპარაკა კაფის გადიდებაზე და გამრავალფეროვნების პერსპექტივებზე. არა, მაგიდებზე მელაპარაკა. გადარჩენილ. მთელი საათი მელაპარაკებოდა. დეა. ხო. იმ დღევანდელისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო. აი, არა უშავს. მართლა კარგი ადგილი იყო, თან ცოტა დავლია და დაივიწყე რა. ისე მარტო სასმელი არ მალაპარაკებდა. აი, ბოდიში აპატიი არ უნდა მეთქვა. ბოდიში. ეს შენია? აუ, ხო, ჩემი ტელეფონია. ეკრანი გაგიტეხა. აუ. შემთხვევით მომივიდა. აი, არა უშავს, ეკრანს გამოვსხი ან რამის ვის. მე გამოგიცვლი, კიდე გამატანე. ან ვაფშე ახალს გიყიდე. აი, რას ამბობ, არ გცხვენია? თან მანდა არ უნდა დამედო. ძალიან უხერხულად უგრძნობ თავს. გიყიდი რა ახალს? აი, გეხოცებ, ხო. ხა, მე გამოვსხი. დეა ბოდიში რა. ილო. მე ვეჯერ მიხდი დღეს ბოდიში. Алло. თათია როგორ ხარ? კარგად ზოგა. მეც კარგად, მადლობა. მისმინე სად ხარ? სამსახურში. რედაქციაში. კი, რედაქციაში. და რამდენ ხანს იქნები მანდ? რა ხდება? რავი, ისე, სადმე გავსულიყავით, ისევ ნაყინი გვეჭამა. არა, ამცელია ზოგა. რედაქტორს უნდა შევხვდე. და მერე? შეხვედრის მერე. არც მერე ამცელია. კაი, მაშინ რავი, რომ მოიცლი, შემეხმიანე, კაი? გამარჯობა. კარგი ნომერია. ჯერჯერობით საუკეთესო. ხო, რა მეცეს მგონია. ერთი სტატია დავიკითხე და. ო, თუ გინდა წაიღებ. კიდევ მაქვს რამდენიმე ნომერი და მოგიწევი თუ გინდა. მადლობა. აბა, რა ხდება? როგორ შეეგუე ახალ სიტუაციას? გაიცანის და? კი, გავიცანე, არა, პრინციპში ახლა კონცესგან ყველას ვიცნობდი თითქმის ზოგს ახლოდან ზოგს ეს შორიდან სამსახურის გარეთ ხო პრინციპში არ ვეკოპრობთ, არ ვეკონტაქტები. ძალიან კარგი. სტატიაზე გითხარი. ძალიან მოგვეწონა. ახალი თემა გვაქვს კიდევ და გადმოგიგზავნე. ველოდები კიდე რაღაცებს. ვაი, მაგაზე მინდა და მეც მეთქვა რაღაცას რომ წერდი ახლა სტატიას. მოკლედ, ერთი კომპანია კი არა.
მეორეც აღმოვაჩინე, რომელიც შრომის უფლებებს არ ღვევს და გადავწყვიტე, რომ ისევ ამ თემაზე გავაგრძელო რაც არ არა. კი, პრინციპში შეიძლება. მაგრამ იცი რა? აი მაგას რომ მიხვე, იმდენი კომპანია იქნება, რომელიც შრომის კოდექსს არ ღვევს. და ისე გაიწერება, რომ მთელი ცხოვრება მოგიწევს მაგაზე წერა. ამიტომ ჯობია იმაზე იმუშაო, რასაც მე გადმოგიწევ, ხო? ой, ვადიშით, მეგონა მარტო. უშავს. შემოდი. თათიას იცნო? არა. უნდა გაიცანი. ჩვენი ახალი ჟურნალისტია. ეს ლილიკოა. ჩვენი იურისტია. ჩემთვისაც. მე რა შემოვიდე? არა, მითხარი რა ხდება. სამინისტრო ბუჩუეს. ვა. რა შემოვიდე საჩემ? ძალიან კარგი. ბატონო გია, ეს არ არის პატარა საქმე. ო, ვიცი. მოკლედ. რამდენი ხანი გაიწელება ეს საქმე? ნუ 3-4 თვე განხილვაა და მე შეიძლება წამიწადდეს. კარგი. მოკლედ 1-20 წუთში შემოდი, ხო? და გავიაროთ ეს თემა. კარგი. გამოვედი და გზაში ვარ. გზაში აქ ფაქტურად მოვედი რა. სალომე, მე გავდივარ, თუ ვინმე დარეკოს, თუ ვინმე მოვიდეს, ხო ისიც მოვუთხარ რა. კი, ვიცი. ისა, მე უნდა გავიქცე. სულ მალე მოვალ, ხო, დამელოდე, შემოკარგოთ. კარგი, გინეცე. ხავა მოვდუღე რა. ყავა გინდა? არა, მადლობა. მადლობა. ავიცი რა მაგარი რაღაც უნდა მოგიყვე. ძალიან ბევრს გაცინებ. იკას ელაპარაკე? არა. რამე მოხდა? არა, არაფერი, შეკითხე. ვაკო, არ დამიმალო. უნდა დაგიმოვრე, ჩვენ წოლივით იქცევ. კაი რა. მოკლედ, ნინის ჯგუფელი შემხვდა ერთი. ჩემი კლასელი იყო ეგ გოგო რა, ძალიან ბევრი მაცინა, თუ მე ნინის თავის ქმარი დაყვება ლექციებზე, წარმოგიდგენია? და ეს ხელი ხელ ჩაკიდებულები დადიან მე ერთად. აი და აი კიდე. აი, პროსტო გითხარი რა იყო. იკას ელაპარაკე? კი და ჩამოვა ზეგ. ურა მაგარი. ძალიან მომენატრა უკვე. ხო, რატიც და იკაც. ხო და ჩამოვა იკაზეგ და რატიც ელაპარაკე? არა, მივწერე და დაგირეკაო რა, არც დავორეკე. ხო, ალბათ არ იჭერს იქ ბიბლიოთეკაში. მომიყევი რა რამე. მაგისტრანტს არ გელაპარაკია? არა, იმან კასტინგ მენეჯერმა დამიეკა. მართლა? კიდე რეკლამაში გიღებენ? არა, რაღაც ფილმია, რომელიც მაგარი რეჟისორი იღებს. რა მაგარია. უარი უთხრა. გაგიჟდი, რატო უთხარი უარი? მარტო გავგიჟდი, არ მინდა. ოკეი, ყოველთვის კი არ მოეწონები ვიღაც კარგ რეჟისორებს. კიდე არა, რომ მე მსახიობი მე. დებილი ხარ რა. გადარჩი რომ თაკო არ არის, ეხა აქტორი რა დღეს ჩაგაგდებ და ნახავდი. ვაფშე არ გითხარ. აუ. ავიკა მირეკავს. ალო. სალი, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მე დავაკო ვართ უნივერსიტეტში. ვა, როგორ არის ეგ რა შევა? აუ რა, ვინერვებს მიშლის. რატო? დამალაპარაკება? იკა. სალი. ალო. აუ აღარ მესმის ხმა. რა ჭირს ამ ტელეფონს რა? აი შა. ხო.
როგორ გისმენ? გისმენ. ო, დაუკავშირებლად შემოხვედე და მეგონა საქმე აქვს. არა საქმე მაქვს. მაინტერესებს როდიდან დაიწყე ჩემი ანგარიშის გაკონტროლება. რომ არ დავგიმალო, სულ ვაკონტროლებ. ყველაფერს ვაკონტროლებ, რაც ამ ოფისში ხდება, რაც შენ ოფისში ხდება, რაც აქ ხდება, სადაც ჩემი საქმეა და ბიზნესი. რომელიც ჩემი თვალთვალით შენი ბიზნესია. ჩემს ინტერესებში შედის. რომ უსაფრთხოდ იყო. და ამიტომ 24 საათი კუჩში უნდა მძიოთ? ჩემი ანგარიშიდან ჩემი თანხის მოხსნა. ვიცი. და ისიც ვიცი, რისთვისაც გინდა. კიდე რა იცი? ცდები, გიორგი. ძალიან ცდები. მოდი რა მინდა რუსუდანის ტექსტებით ლაპარაკი რა. არაფრის მოსმენა არ გინდა ხო? რაც საჭირო იყო ის უკვე მოვისმინე. არა მგონია, მაგრამ თუ არ გინდა წადი. რამას? ჩემი ანგარიშიდან ფულის მოხსნა მე. არ არის ის შენი ფული. რა თქვი არ არის ჩემი ფული, ჩემი მოგებული ტენდერია ეს. შენი ფული ისა, რაც ხელფასის სახით გერიცხება თვის ბოლოს. ეს კომპანიის ფულია და შენ თუ არა მაგ ტენდერს ნებისმიერი მოიგება. ამიტომ შეეშვი მას, რაც შენ არ გეკუთვნის. 60,000 გინდა? მოგცემ არა პრობლემა. არა მაგ ფულზე არა საუბარი. გავარტყი მაგ 60,000. აქ სხვა რამეზეა საუბარი. ო, რატო გაგიკვირდა? რამაც? შენი ფული არ მჭირდება რა. ჩემი ფული მინდა. მე კიდე ჩემი კომპანიის ფულს კი არა, საკუთარ ფულს გაწი. მინდა გაიგო რა მოხდა. ვისთან გაქვს შენ საქმე? ძალიან კარგადაც ვიცი ვისთანაც მაქვს. და მით უმეტეს. როდემდე გინდა ითამაშო ეს კაიტი? არა ვშე რისი მიღწევა გინდა მაგით? არაფრის მიღწევა არ მინდა რა. უბრალოდ იცოდე რომ გატყუებს ეს კაცი. მიმიფუთხები ამ 60,000-ს. არა, იქნება მეტი უნდა, მითხარი ხო, რამდენი უნდა? მე მიიღებს ამ საქმის დაბოლოება ამ ფასად. ესე მაგით რისი თქმა გინდა? დამიჯერე რა. ფულს აიღებს და დაიკარგება, როგორც აქამდე იყო დაკარგული. აი ნახე. ვახოს გაყვებ და ნახტ ფულს მოგცემ $60,000. და მე ბოლო-ბოლო კარგავ რა, ვის უნდა შენთვის კარგი და ვის ცუდი. მოდი შევხო შეგიშალე. არა, მოდი კარგ დროს ახლა. მე რა გიორგის გაყევ ბუღალტერიაში და მიეცი რამდენიც უნდა. ეხლა ვარ, ერთ ეს უნდა ნახოთ. ეს რა? გასაგებია. სალი გესმის ახლა? ხედავ? კი, ეხა მესმის. შენ ხედავ? კი, ხედავ, პროსტა არ გაინძრე, თორე ჭედავს რა. კაი, ნუ ცანცარებ რა. რა შვები, როგორ ხარ? ძალიან, მაგრამ მომენატრე შენ თავს ვიცა. მეც და კიდე კაი რა 2 დღეში ჩამოდი ხარ? რა იყო, არ ჩამოდი ხარ? რატო? ამ ჩემმა ბიძაშვილმა აიტეხა რომ, კაროჩე, სადღაც უნდა წავიდეთო და ვერ არა. ხადაობ? არა, არ ვადაობ რა ტიპმა, ყველაფერი გაამზადა უკვე და სასტუმროც დაჯავშნა გადაიხადა და რაღაცა. და შენ არ იცოდი ხო? არა, არ ვიცოდი შენ თავს. არ მჯერა. აი, შენ თავს ვიცავარ, რა უქნა მითხარი, მაგრამ მაგ ბანს ქვეყანაში ჩამოვიდეთო. 10 დღით ადრე ჩამოვალ თუ გვიან რა მნიშვნელობა აქვს? ანუ 10 დღით მიდიხარ ხო? და სად მიდიხარ თუ საიდუმლო არ არის? ბარსელონაში. ავიკა, კარგი რა. აი რა სალი. ხო იცი რა როგორ მევასება ბარსელონა ეხა, უილ არ მეჩხუბოდა. მე არ მევასება ხო? რო გეთქვა ცოტა ადრე იქნებ მეც წამოსულიყავი. არა, როგორ მეთქვა ეხა, არ გამოდიოდა იქ პონტი რა. რატო?
სხვა პონჩი მივდივარ ამათთან ერთად რა, თან მე არ ვიხდი ვაფშე არაფერს, იმათ მაგადაიხადეს ყველაფერი. აშუაში აქ ადახდა. რაღაცებს მებოდიალები ახლა რა. აუ, კაი რა ოქნა ეხა სალი, რა ოქნა. რო ჩამოვალ მე ერთად წავიდეთ რა. კაი, შემეშვი რა. სალი. მაგრამ კარგი ვქენით ქიქი რო წავედით რა. ხო, მაგრამ არ მიყვარს ეს დაკრძალვებზე სიარული რა. ოღ მე ვგიჟდები რა. ისე დღეს უფრო მეტი ხალხი იყო. ხო, პანაშვიდებზე არავინ არ დადიოდა თითქმის. რა სიზა. ყავას ხო დალევ? ხო, ოღონდ უშაქრო რა. შენს დიეტაზე გადახვედი? არა გენაცვალე, ჩემთვის დიეტა არ შეიძლება. ჩემ ასაკში ქალმა თავს უნდა მოუაროს. აი როგორ მინდა ყავა. კეთი, ისე სოფო ეს დღეები გვერდიდან არ მოშორებია ბაიას. ხო, სულ იქ იყო. ჩერჩეტია, ჩერჩეტი. და ის აქამოსვლაზეც რო თქვი, მე მგონი უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. მე შევამჩნი ეგ და ძალიან მეწყინა. ო, კარგი ერთი რა, გეწყინა, აბა რა გედონა ახლა, რა სერბობდი. რა ვიცი. გადაიღე ეს იცი რა გემრიელია. არა, ეს მინდა. ნახე. კაია, მაგრამ ნანას ნამცხრებს არ შეედრება. ხო, მაგრამ ნანას აღარ რჩება დრო გამოსაცხობად. მე მგონი მოვიდა. შენ ხარ? ხო, კეთო სახში ხარ უკვე? უი! ლია, როგორ ახარ? კარგად, ნანა, როგორ ახარ? რა ვიცი, რაღაცა ძალიან დაგვივიწყეთ გოგოებმა. რატო აღარ მოდიხართ? მე რა ვქნა, იმდენი საქმეა, ნანა, რომ ვეღარ ვახერხებთ. დე, ხო შემოგვიერთდები? კი, აუცილებლად. ჩაი გინდა? კი. ვაიმე, რა ჩაი? ისეთი საშობაო უნდა დაგალევინო ახლა, ხო გინდა? კი. სხვათა შორის ერთხელ ქეთიმ სამსახურში მოიტანა. ხო, ეგ არის ზუსტად. ხო, ეხლა წავალ მე მგონი აივანზე მაქვს. ძალიან კარგი დედა ყავს ქეთი. მართლა კარგი დედაა. სოფო? გამარჯობა, ნანა დეიდა როგორ ხარ? აი მე ძალიან დიდი ხანი არ მინახე. მოდი, ჩემო კარგო გოგოები არიან იქ უკვე. კარგი. უჩემოჭორაობ? მე იცი რა კარგ დროს მოხვედი. ეხლა ნანა მოგვიტანს საშობაო ლიქი. აუ, მე რო საჭესთან ვარ. მოიცა რა. ნუ კარგი არა, შევს ერთ-ერთ ჭიქას დავლებ. ჩაი ან ყავა ხო არ კიდე მანამდე? არა, მაგრამ აი ამ ნამცხვარს გავსიჩა. კაი, თებს მოგიტან მაშინ. მიდიხარ? კი. და მე რა ვქნა? მე? მოსულია ხო ბატონიმუშა? კი, კაბინეტშია. წავედი მე. ხო მამა, როგორც გითხარი დედას ისე კაცო შენ უთხარი, მე როგორც გითხარი და რაც საჭიროა ისე, როგორც საჭირო. დაჯექი ჩემო ძუბს.
ხო, არ, სწორია, მართალია. აი ასე. კარგია. მოგიტან. აი, მოგიტან. მაპატია ჩემო ციფრს. გალოდინე. ძალიან ბევრი შეხვედრები გქონდა და ასე შემდეგ. მოკლედ, მოდის გიხდი რომ გალოდინე. მოკლედ იცი რომ მე მიშა ვარ. ამ კომპანიის სული და გული, საყრდენი კედელი, დამფუძნებელი. ასე. ხო. ძალიან კარგი. ოქციონს ჩვენი ავეჯის სახლი. კი, ძალიან. ძალიან კარგი. მოკლედ თუ იცი რა იმე ჩვენი ავეჯის სახლის შესახებ. მეორე არაფერი. 8 წელიწადია არსებობთ ჩემო ძვირფასო. 8 წლის განმავლობაში ჩვენც ვისწავლეთ ბიზნესის ანი-ბანი და თავიდან პატარა ხუხულაში დავიწყე და ხედავ ახლა როგორ ვარ წამოჭიმულები, ა? დაათვალიერე ჩვენი შოურუმი. კი, ძალიან ლამაზია. ხო, ძალიან კარგი. რა გითხრა ახლა კიდე? აქ დიდი ოჯახია, კაცს თავისი ადგილი აქვს და ქალს თავისი, ჩემო კარგო. ანუ კაცს თავისი ადგილი აქვს და ქალს თავისი. აბა? ხო. ну გარდა იმისა ახლა რომ აკა ქვია, მეტი არაფერი არ ვიცი შესაძლებელი და მოყევი რამე რა. ანუ ჩემ თავზე გინდა. ხო, ვინ ახარ, რა ხარ, რა გინდა? გიმუშავია თუ არა სადმე? ძალიან დიდი ხანი არ მიმუშავია. სტუდენტობის შემდეგ მუშაობდი ცოტა ხანი, მერე უკვე ოჯახი, ბავშვი. 11 წლის გოგონა მყავს და ძირითადად მისი მოვლით ვარ დაგა. ეყობა ახლა შენ 11 წლის გოგონა მყავსო? ფეხი, ტანი. ყველაფერი თავის ადგილზე. არა, მე ისთვის ვამბობ, ჩემი პირველი ცოლი მშობიარობის მერე ისე დაინგრა, რომ მიდი და არ გეღალატა. ხო. მოკლედ პირველი სამსახურია ის შენი. დიახ. ძალიან კარგი. ну ყველაფერში გათვითცნობიერდები, დარწმუნებული ვარ, აი სალომე დაგაკვალიანებს ყველაფერში, ერთ კვირაში ისწავლი ყველაფერს ზუსტად ვიცი. ერთი უნდა გითხრა მარტო. რა? ადიფერზე. შვენიერი ტანფეხი გაქვს ახლა შენ. მე ეს კაბა ცოტა რომ დავამოკლოთ ეს კარგი იქნება. აი ყური, აი ცოტა რომ მოკლე, არა, ბევრი არა ახლა, ცოტა მოკლე რო იყოს, აი ესე. უფრო მიიზიდავ კლიენტებს. ხდები ახლა 10 წინადადება რომ უნდა თქვა, დაგჭირდება 5 წინადადება. არ მასწავლა ახლა ეს ამბავი. მთელი 8 წელიწადია ამ საქმეში ვარ და ვიცი რა, როგორ რანაირად. ესეც ახლა აი თმები ისიქით ახლა. აი ცოტა აი არ მითხრა ახლა რომ პირველად ხდიან რა. მოდი. ხოდა ასას ლარს ვაგროვებთ. ლილა, ძალიან კი მერიდება, მაგრამ იმ შენაახლობას ხომ არ უთქვამს ფულს როდის მოგაწვდეს ძალიან დამჭირდა ახლა. პარასკევს მივდივართ საველე პრაქტიკაზე ძამას ხეობაში და ვისაც სურვილი გექნება, შეგიძლიათ წამოხვიდეთ. ალო? ია სასწრაფო სახში. და მე მიწევს სასულო ქვეყნიდან. სად? ისრაელში. გამარჯობა. წამოვედი, უბრალოდ გუშინ ისე ცუდად ვიყავ, ვეღარ შემოვედი რა. რა? მე რო გითხარი, ჩემს სალონთან საწყობზე გახსოვს? კამერები არის?